ოსკარის მფლობელი რეჟისორის ვოიაჟი საქართველოში მიშელ აზანავიჩუსი პანკისის ხეობაში ფილმს იღებს. ძიება ასე ერქმება მომავალ მხატვრულ ფილმს, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომზე იქნება აგებული. დაძმის ისტორია საომარი მოქმედებების ფონზე ადამიანები, რომლებმაც ომის დროს ერთმანეთი დაკარგეს და არაპროფესიონალები, რომლებიც ფილმში მთავარ როლებში ესრულებენ. რეპორტაჟი გადასაღები მოედნიდან გიორგი ფუტკარაძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პანკისის ხეობიდან. Action! სირეწლოვანი დაძმის ისტორიას, რომელთაც ერთმანეთი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში დაკარგეს, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იღებენ. ძიება ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალი პროექტია, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება დღეს პანკისის ხეობაში მიმდინარეობდა. ქართულ-ფრანგულ კინოპროდუქციას გახმაურებული ფილმის არტისტის რეჟისორმა ერთი ოჯახის ტრაგედია დაუდო საფუძვლად. მთავარ როლს ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ. მათ გვერდით ჰოლივუდის ვარსკვლავი ბერენის ბეჟოც გამოჩნდება. ფილმისთვის საქართველო იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქაური ადგილები, ბუნება მიახლოვებული ყოფილიყო რეალობასთან. ეს ფილმი არის ადამიანური ისტორია, რომელიც ომის ფონზე ვითარდება. წინა ფილმისგან განსხვავებით ეს არ იქნება შავ-თეთრი კინო. ძიება 1948 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის რიმეიქია. რეჟისორმა სცენარში ცვლილებები განახორციელა, იგი ფილმის მთავარ გმირებსაც შეეხო. მსახიობი ბერენის ბეჟო, რომელიც დღეს ტელეკამერების წინ არ გამოჩნდა, ფილმში ჟურნალისტია, რომელიც დაკარგულ დაძმას ერთმანეთის პოვნაში ეხმარება. მთავარი როლის შემსრულებელი ერთ-ერთი ქართველი მსახიობი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ისტორია თავადაც ახსოვს და ამბობს, რომ გადაღებებში მონაწილეობა გაუჭირდა. შენიშნები ძალიან ბევრი აქვს. გადაღება ძალიან კარგად მიმდინარეობს და საინტერესო, მაგრამ ძალიან რთული. ფილმის ყველა სცენის გადაღება საქართველოშია ჩაფიქრებული. თელავი, რუსთავი, თბილისი, ხაშური, პანკისის ხეობა წლის ბოლომდე გადასაღებ მოედნად იქცევა. მასშტაბური მასიური სცენების გადაღებას და ომის აშინელების ჩვენებას ჰაზანავიჩუსი საქართველოში შეეცდება. ბატალური სცენების გადაღებაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა მონაწილეობდა. ფილმზე მოზადება მიმდინარეობს წელიწადზე მეტია, წინა წლის ოქტომბრიდან მუშაობთ ამ ფილმზე. მთელი ეს პერიოდი მოიცავდა როგორც კასტინგს, ასევე ლოკაციების ძებნას, ტექნიკური ჯგუფის შერჩევას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, დაახლოებით 300-მდე ადამიანი მუშაობს ამ ფილმზე და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილებაა მათთვის და ჩვენი კომპანიისთვისაც. ძალიან საინტერესო გუნდია, ერთად უკვე 8 თვეა რაც მუშაობთ. რთულია დეკორაციების გადატანა, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გავუგდის. ჩვენ ვეცადეთ, რომ დეკორაციები რეალობასთან რაც შეიძლება მაქსიმალურად მიახლოვებული ყოფილიყო. ფილმის ბიუჯეტი არ ხმაურდება და ჯერ პრემიერის თარიღსაც საიდუმლოდ ინახავენ. ერთი რამ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ისაა, რომ ფილმი ძიება დრამატული ჟანრის იქნება.